შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. შესაქმის წიგნის პირველივე მუხლი გადმოგცემს. დასაბამად ქმნა ღმერთმაცა და ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც კი არსებობს, ხილული და უხილავი სამყარო, ღვთისგან არის შექმნილი. წმინდა იონე დამასკელი წერს: საღიერმა ღმერთმა არ იკმარა საკუთარი თავის ჭვრეტა და სიყვარულის სიჭარბის გამო ისეთთა შექმნა ინება, ვინც დამტევნელი იქნებოდა მისი სიკეთისა და წილმქონე მისი სიყვარულისა. სიტყვა ცა ნიშნავს არა ხილულცას, არამედ უხილავ ანგელოზთა სამყოფელს, ზეცას. წმინდა იობის წიგნში ვკითხულობთ: ოდეს შექმნულ იქმნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც უფალი ხილულ სამყაროს ქმნის, შემოქმედს უკვე ემსახურებიან ანგელოზები. წმინდა მამათა სწავლებით ანგელოზთა შექმნა წინ უსწრებდა მატერიალური სამყაროს და ადამიანის შექმნას. წმინდა პავლე მოციქული კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: რამე თუ მის მიერ დაიბადა ყოველივე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი, ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. სიტყვა ანგელოზი ბერძნული სიტყვაა და მაცნეს, მოამბეს ნიშნავს. ამასთანავე განიმარტება როგორც წარგზავნილი მსახური. მთელი მათი ცხოვრება ღვთისადმი მსახურებასა და მოღვაწეობას წარმოადგენს. ანგელოზები გონიერი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა. ისინი ღმერთს იმდენად ჭვრეტენ, რამდენადაც ეს ძალუძდა. სწორედ შემოქმედის ჭვრეტაა მათი საზრდო. როგორც აღინიშნა, ანგელოზები უხილავი არსებები არიან, მაგრამ როდესაც ისინი ღვთისნების აღსასრულებლად ღირსეულ ადამიანებს ეცხადებიან, ისეთ სახეს ღებულობენ, როგორცაც მათ ღმერთი უბრძანებს. რადგან ანგელოზის სახეც გამოცხადების ჟამს გარკვეულ მინიშნებებს ემსახურება. ანგელოზთა სამყარო სამი იერარქიად იყოფა და თითოეულ მათგანში სამი დასია. უმაღლეს იერარქიას წარმოადგენენ სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. საშუალო იერარქიას შეადგენენ უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. დაბალ იერარქიას შეადგენენ მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ანგელოზები ყველაზე უშუალო კავშირში არიან ადამიანებთან. არასდროს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეეწიონ თვითოეულ ჩვენგანს. ანგელოზთა შექმნა მყისიერად მოხდა, ხოლო მატერიალური სამყარო არარსებობიდან არსებობაში 6 დღის განმავლობაში შეიქმნა.